თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფები გაიზარდა გადაწყვეტილება სემეკმა დღევანდელ საჯაროს ხდომაზე მიიღო. დენი გაძვირდა როგორც მოსახლეობისთვის, ასევე კომერციული სექტორისთვის. რა მიზეზით ხსნიან მარეგულირებელ კომისიაში ელექტროენერგიაზე ფასების მატებას და როგორ აფასებენ ცვლილებას კერძო სექტორში, დეტალებით ქრისტინე გამთენაძე გვიერთება ბიზნეს პარტნიორის ეთერში. მაია გამარჯობა. სემეკის გადაწყვეტილებით თბილისსა და რეგიონების მოსახლეობისთვის ტარიფი 5 თეთრით გაძვირდა, ხოლო კომერციული სექტორისთვის ფასნამატი 4-6 თეთრის ფარგლებში იქნება. ელექტროენერგიის ახალი ტარიფები 1 აპრილიდან ამოქმედდება. სემეკის თავმჯდომარის განცხადებით კი მარეგულირებლის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება და მისი მიზანია რეგიონებში ავარიული დაზიანებები და ელექტროენერგიის წყვეტა მინიმუმამდე შემცირდეს. დავით ნარმანიას თქმით, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება მუდმივად იზრდება, რაც დიდწილად იმპორტზე დამოკიდებულებას განაპირობებს. შესაბამისად, ძვირად ხირებული იმპორტის მოცულობა მისი თქმით პირდაპირ აისახება ელექტროენერგიის თვითხირებულებაზე. ამასთანავე რეგიონებში ქსელის მოწესრიგების მიზნით აუცილებელია საინვესტიციო პროექტების გაგრძელებაც. ტარიფის ზრდის უმთავრესი საფუძველი გახლავთ გაზრდილი მოხმარება, ენერგიის გაზრდილი ფასები და ასევე ქვეყნის ელექტროენერგიაზე იმპორტ დამოკიდებულება მთელი რიგი შემოდგომა ზამთრის თვეების განმავლობაში. გარდა ამისა, გათვალისწინებული იქნა ინვესტიციის მხოლოდ ოპტიმალური მოცულობა იმისათვის, რომ ერთის მხრივ ქსელში არსებული ავარიები ეტაპობრივად შემცირდეს და მოსახლეობისთვის, ისევე როგორც კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის მიწოდების მდგომარეობა გაუმჯობესდეს. აქედან გამომდინარე, ინვესტიციის მოცულობა ბოლო პერიოდის განმავლობაში იქნა დაკორექტირებული და დამტკიცებული მარეგულირებელი კომისიის მიერ ისეთნაირად, რომ ამას ტარიფზე არ ქონოდა ძალიან დიდი მზეგავლენა, თუმცა ინვესტიციების ჩადების გარეშე კომისია მიიჩნევს, რომ მდგომარეობა გაუარესდებოდა, ანუ უფრო გაიზრდებოდა ავარიები. რაც შეეხება უშუალოდ დაგეგმილ ინვესტიციებს, თელასის არეალში დამტკიცებული ინვესტიციების მოცულობა 5 წლის განმავლობაში 400 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წლიურად 80 მილიონი ლარია. ენერგოპროს მიერ სემეკში თავდაპირველად წარდგენილი ვარიანტი კი წლიურად 300 მილიონის ინვესტიციას გულისხმობდა, თუმცა ეს მაჩვენებელი დაკორექტირდა და წლიურად ენერგოპრო 200 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ეს კი 5 წლის განმავლობაში 1 მილიარდი ლარის ინვესტიციას გულისხმობს. ენერგოომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში შემოსული განცხადებების 80% სწორედ ელექტროენერგიის წყვეტასთან და ავარიებთან დაკავშირებული იყო. მოწველებული ქსელები დატვირთვას მისი თქმით ვერ უძლებდა და ავარიების რაოდენობა პიკურ პერიოდში გაზრდილი იყო. ახალმა ინვესტიციებმა კი ეს პრობლემა უნდა აღმოჰქრას. გაზრდილი ტარიფი ეს არის საწინდარი გაზრდილი ინვესტიციისა და დიდი პასუხისმგებლობისა კომპანიის მხრიდან. რა თქმა უნდა, გაზრდილი ინვესტიციის ფონზე ეს სიკეთე, რომელიც იგით მომხმარებლად უნდა დავიდეს ხვალვე ვერ განხორციელდება, ეს იქნება ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი, თუმცა ჩვენ მზად ვართ თითეული ლარი სწორად მივმართოთ ქსელური კომპონენტების გასაუმჯობესებლად, რაც საბოლოო ჯამში არსებულ მძიმე მდგომარეობას გააუმჯობესებს. კომისიის ამ გადაწყვეტილებამ უნდა უზრუნველყოს მომდევნო პერიოდში მომხმარებლებისათვის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა და ეტაპობრივად ავარიების შემცირება, ქსელის გაუმჯობესება და ხარისხიანი მიწოდების უზრუნველყოფა. სუბსიდიასთან დაკავშირებით ზოგადად ეხა მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული რეგულირდება მთავრობის შესაბამისი დადგენილებით, არსებობს რამოდენიმე კატეგორია, მათ შორის არის მაღალი მთაში მცხოვრები ადამიანებისათვის შესაბამისი სუბსიდირება. ერთი რაც უნდა გავაკეთო ამასთან დაკავშირებით, რომ თვითონ სუბსიდირება ხორციელდება არა თანხაში, რომ კონკრეტულად მაგალითად რამდენ ლარს უხდის, ასე ვთქვათ, ასეთ შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ან სხვა კატეგორიის მომხმარებელს, არამედ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით. ამიტომაც აქ, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად გაგრძელდება სუბსიდირება. აღსანიშნავია ისიც, რომ ელექტროენერგიის ტარიფებს ბოლოს სემეკმა 2023 წელს გადახედა, მაშინ არსებული ტარიფები, როგორც ბიზნესისთვის, ასევე საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 3 თეთრით შემცირდა, აქამდე კი ქვეყანაში სემეკის მიერ დროებით დადგენილი ტარიფები მოქმედებდა. მადლობა, ქრისტინე გამთენაძე საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.